მოგესალმებით. დღეს 15 ივნისია, ორშაბათი. ჩვენ ტრადიციულად ხვდებით ჩვენს თეატრალურ ორშაბათში. ჩვენ თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელს ატარებს. ამ სახელს ის უკვე 27 წელი ატარებს 1999 წლიდან, სწორედ იმ დროიდან, როდესაც შეერთდა რუსული და ქართული მოზარდ-მაყურებელთა თეატრები და ერთიანი სახელი ეწოდა ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრი. ნოდარ დუმბაძეს არც ერთი პიესა არ დაუწერია თეატრისთვის, თუმცა ყველა ნაწარმოები, რომელიც მან შექმნა, თითქოს საგანგებოდ თეატრისთვის იყო დაწერილი. ყველა ეს წარმოდგენა, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შეიქმნა, არის ინსცენირებული ძირითადად გიგა ლორთქიფანიძის მიერ. სწორედ გიგა ლორთქიფანიძე გახლდათ ის პირველი რეჟისორი, რომელმაც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე განახორციელა მე ბებია ილიკო და ილარიონი და სწორედ ამ დღიდან დაიწყო ქართული თეატრისა და ნოდარ დუმბაძის დიდი სიყვარული. დიდი სიყვარული, რადგან არ დარჩენილა საქართველოში თეატრი, რომელსაც არათუ ერთი ან ორი, არამედ თითქმის მთელი შემოქმედება ნოდარ დუმბაძისა არ გადაეტანოს თავის სცენაზე, საკუთარ რეპერტუარში. რასაკვირველია გამონაკლისი, არც ჩვენი თეატრი გახლავთ, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მის სახელს ვატარებთ, ჩვენ გვაქვს იდეათ, რომ ყოველ 2-3 სეზონში ერთხელ შეიქმნას ახალი და ახალი სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით. უკანასკნელ 10 წელიწადში აქ ბატონმა კოტე მირიანაშვილმა განახორციელა სპექტაკლი სიცოცხლის ხე, რომელიც სწორედ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით იყო შექმნილი. ეს სპექტაკლი ჩვენი თეატრის რეპერტუარში გადიოდა როგორც ქართულ, ისე რუსულ ენებზე. ჩვენ აღვადგინეთ შალვა გაწერელიას სპექტაკლი კუკარაჩა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ 1987 წელს, როდესაც ის დაიდგა, ბესტსელერად იქცა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თეატრალურ ბესტსელერად და 10 სეზონის განმავლობაში სცენიდან არ ჩამოსულა. ჩვენი აღდგენილი სპექტაკლიც ასევე პანდემიამდე 8 სეზონის განმავლობაში ატკბობდა თავის მაყურებელს. ჩვენ განვახორციელეთ მე ვხედავ მზეს, რომელიც მიუძღვენით სწორედ დუმბაძიანის პირველი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის ხსოვნას 2014 წლიდან დღემდე მე ვხედავ მზეს არათუ გადის ჩვენი თეატრის რეპერტუარში, არამედ მთლიანად შეიცვალა თაობები და სოსოია და ხატიას ახალი შემსრულებლებიც ყავს. ჩვენ თეატრის სცენაზე განხორციელდა მე ბებია ილიკო და ილარიონის ახალი ვერსია რეჟისორ ელენა მაცხონაშვილის მიერ და ასევე ახალგაზრდა რეჟისორის ნატალია გალოგრეს მიერ დადგმული ჰელადოსიც გადიოდა ჩვენ თეატრის რეპერტუარში. დღეს ჩვენს გადაცემაში მე მოვიწვიე ხატიას როლის შემსრულებელი 4-ვე მსახიობი ქალბატონი. საქმე ის გახლავთ, რომ თითქმის ყველა პერსონაჟი, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებში გვხვდება, არიან რეალური ადამიანები. ზოგიერთი სახელი და გვარიც კი არ არის შეცვლილი. ერთხელ მეუღლემ უთხრა ბატონ ნოდარს, რა არის ბიჭო, ყველა პერსონაჟი ყავს. ყველა ადამიანი შენს სხვადასხვა მოთხრობაშია აქა-იქ წარმოდგენილი და მე ასე არ გიყვარ ვარ, რომ არსად ჩემი ხსენება არ არისო. ნოდარი მიუბრუნდა, თვალზე ცრემლი მოადგა და უთხრა, გოგო, ხატია შენ არ ხარო? ხო და ამიტომაც ჩვენ სწორედ გადავწყვიტეთ დღევანდელი გადაცემა მიუძღვნათ ბატონ ნოდარს და მის არაჩვეულებრივ მეუღლეს, რომელსაც გვინდა კიდევ ერთხელ უსურვოთ მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე. თქვენთან სასაუბროდ კი ვიწვევთ
ჩვენი თეატრის ხატიებს. გუშინ გახდა 12 წელი, რაც ჩვენ გქონდა მევხედა მზის პრემიერა. ამ 12 სეზონიდან 10 სეზონი პირწმინდად თქვენ თამაშობდით რიგრიგობით ხატიას როლს. თუმცა ხატიას ჰქონდა ერთი პატარა გამონათება კიდევ დაუბრუნდა მის როლს ემიგრანტებთან შეხვედრისას წელს შემოდგომას. მე ვიცი რომ მანამდეც და მერეც ხატი არ იყო ერთადერთი როლი თქვენს შემოქმედებაში, როდესაც თქვენ შეეხეთ ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას. თავისთავად როგორი იყო ხატიასთვის ხატიას თამაში? პირველად მახსოვს რომ მითხარით განაწილებ სპექტაკლში და თან ხატია უნდა ითამაშო, აი არ ვიცი, მართლა რაღაცა შოკივით იყო, იმიტომ რომ რაღაც სხვა ეტაპი იყო ჩემ ცხოვრებაში, სხვა როლები იყო და პირველი რაც დავიწყე ფიქრი იყო ბრმა გოგოს თამაში, როგორ უნდა მეთამაშა. რეპეტიციების პერიოდი მახსენდება ფანტასტიკურად. და მახსოვს და ყველაზე მეტად მიყვარს ის პერიოდი თვალდახუჭული რო გავდიოდით რეპეტიციებს. და იმდენად ქვეცნობიერში იმდენად ბევრს ვფიქრობდი ამ როლზე, მახსოვს რომ ქუჩაშიც რომ მივდიოდი, აი რაღაცა შიგადაშიგ თვალებს ვქუჭავდი, რომ აი როგორ გავივლი, აი ხა როგორ ჩავალ ტიბეზე, როგორ ამოვალ და ძალიან ძვირფასი როლი იყო ჩემთვის, ძალიან ემოციური როლი იყო ჩემთვის. მე მგონი არა, რაც კი მითამაშია 10 სეზონის მანძილზე, არ ყოფილა სპექტაკლი რო არ მეტირა. აი ყველა განსაკუთრებით კაკანა და ბაბილოს სცენა იყო იმდენად ემოციური, რომ აი მეგონა რომ აი გული აი შეჟანას დატირებასაც არა უშავდა. გული მეკუმშებოდა ისე ნერვიულობით. ეხლა თაკოსთან დაკავშირებით ერთ კურიოზი მოხდა იმ მხრივ, რომ სტუდენტობის პერიოდში თაკოს მოუწია ქეთო მამიდას თამაში. მე ნანახი მაქვს. და შემდეგ უკვე დაახლოებით ქეთო მამიდას ასაკში ხატიასი. პირიქით მოხდა, მაგრამ მაინც ის სენიორი სიყმაწვილე ორივეს დღესაც კი გაქვს ჩერჩენილი, მაგრამ რატომღაც ახლები არიან. ახლები არიან და თან სოსოია გაგვიჯიუტა და რომ არაკაცო ახალი თაობა მოვიდა და ხო, რა თქმა უნდა. აი რა იყო, როგორ შეგრძნება იყო ქეთო მამიდობა და მე ხატია. პირველ რიგში მეც ხატიას როგორც ახსოვს ის ემოცია თქვენ რო უთხარით რომ განაწილებ ამ როლზე, მეც აი ადრად მახსოვს რუსთაველის გამზირზე ვიყავი რომ დამირეკეთ. და ეს რომ მითხარით, აი უცბად სუნთქვა რომ შეგეკრება, თან ძალიან ნაცნობი, შენთვის ძალიან საყვარელი, რაც ყველა ტექსტი რო ზეპირად იცი უკვე რომ ნათამაში, ანუ ხარ იმ სივრცეში და იცი ყველაფერი და ახლა ეს ყველაფერი ახლებურად, ახალი სუნთქვით და უფრო რაღაცნაირი დიდი პასუხისმგებლობით იყო. ეხლა შეიძლება ცოტა გადავხდე, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ პირველი რაც იყო, რომ ყველას ასე თუ ისე ქალბატონი ლანა ღოღობერიძის ფილმი რაღაცნაირად გამჯდარი გვაქვს და ქალბატონი ლეილა ყიფიანი არაჩვეულებრივია და ის რომ რაღაცნაირად გაიგივდე, აი რაღაცა ისე არ აი მეტი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის. რომ რაღაცნაირად უნდა მეც
იმ დონემდე ავსულიყავი, რომ რაღაცა არ შევრცხვენილიყავი, ასე ვთქვათ. პირველი ეგ, მერე არ შემიძლია ისიც არ აღვნიშნო, რომ ნაწარმოები ასე არ იწყება, ჩვენთან იწყებოდა აბსოლუტურად სხვანაირად და იწყებოდა მე რომ მკითხოთ გენიალურად. იმიტომ რომ იწყება ასე. მზე სადა ახლა სოსოია. აგერა ბლისწვერზე. აბა ბლისწვერზე თუა მე ვხედავს ეს. კი ბლისწვერზეა. ეს დიალოგი მე მგონია და თქვენ ყველაზე სწორად გქონდათ ეგ გაკეთებული, რომ ასე იწყება და ეს არის მთელი ნაწარმოები. იმედი. რამხელა იმედი მისცა, რომ სულ სხვაგან იყო ის მზე იმ მომენტში, მაგრამ და ამ იმედზე აგებული მთლიანად მთელი სპექტაკლი. ყველა დაბრუნდება ფრონტიდან თქვენ, ან სულ არის, რომ სულ იმ იმედზე არის მთელი ეს ნაწარმოები და დასასრული და ჩვენთან კარგად არის პირველივე, ესე იგი, სიტყვიდან არის აი ეს იმედი. და ჩანს ყველაფერი დამოკიდებულებები, ჩანს მათი მეგობრობა, ის მოწიწება, ის სიყვარული, ოღონდ რაღაცნაირი სიყვარული. და სევდანარევი იუმორი, რომელიც გასდევს აი ხა სიყვარულზე საუბრობ და თვითონ ბატონ როდას მე შესავალში თქვი, ამბობს ბატონ ნოდარ რომ ეს მიუძღვრა მის მეუღლეს და ხატიაში ხედავდა მის მეუღლეს, თუმცა არაფერი არ ჭირდა ხა კალბატონ ნანუნს არ ჭირს მხედველობასთან მიმართებაში, მაგრამ ამ შემთხვევაში მხედველობის თემა არ არის აქ. აქ არის რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ და პირველი ხატიაც იყო რაღაცა სიყვარულის ობიექტი, იმიტომ რომ პირველი დადგმა ეკუთვნის გიგა ლორთქიფანიძეს და ბატონ გიგას მიუძღვენთ კიდეც სპექტაკლი და პირველი ხატია იყო მისი სიყვარული ამ შემთხვევაში კალბატონი კეთნო გიგნაძე, რომელმაც სცენაზე პირველმა ითამაშა ხატია და საერთოდაც პირველმა ითამაშა, მერე იყო ფილმი, მერე იყო სხვა დადგმები და შემდეგ. და მე მახსოვს კალბატონი კეთინო მოესწრო ამ პრემიერას და იყო მოსული და აი როგორი ემოციური იყო მისთვის, იმიტომ რომ იქ კეთუმამიდასაც თამაშობდა შემდეგ, იმიტომ რომ დიდხანს გადიოდა ეს სპექტაკლი. მე მგონი კალბატონი ნანიც იყო ჩიქვინძე, რომელიც აი უკვე განახლებულ დადგმაში იყო და ასე რომ საქართველოში ნებისმიერ თეატრს თუ გადავხედავთ, ხატების წვენა გვაქვს. და მარტო ამ თეატრში ყავს იმდენი ხატია უკვე თამრგო ლოლაშვილიდან რომ მოვყვეთ ბატონ შალვას ხატია, ასე ვთქვათ, მე ვხედავ მზის, მართლა ძალიან ბევრი ხატია ყავს. მე ვიცი ასევე ის, რომ იგივე მებებია ბაბუა და ჭინკებისაც ორივე თამაშობდით და ნუ ხატიას კიდე გამორჩეული ფუნქცია ჰქონდა, იგივე მერის თამაშობდა მე ბებია ილიკო და ილარიონში. შენ მანამდე მზიანი ღამე ითამაშე. აქ გარდა ინსტიტუტის მე ვხედავ მზისა, ჭინკები თავისთავად ასევე იყო შენს რეპერტუარში. რატომ აი თქვენი აზრი მაინტერესებს, რატომ გადაწყვიტეს ქართველმა რეჟისორებმა, რომ დუმბაძის გარეშე რეპერტუარი ვერ შედგებოდა სრულფასოვანი? ჩემი აზრით, არ ვიცი, შეიძლება ჩემი შეხედულებაა და ძალიან დიდი სიყვარულია დუმბაძის მიმართ. ჩემთვის ყველაზე ადამიანური მწერალია. ყველაზე იმედიანი, სევდანარევი იუმორით და იმ თემებით და იმ პრობლემებით, რომელიც რაც არ უნდა დრო გავიდეს, ყველა საუკუნეში გვაქვს იგივე პრობლემები. კი, მეც გეთანხმები და მგონია რომ ასაკი არა აქვს ნოდარ დუმბაძის მკითხველს არ გააჩნია ასაკი. იმიტომ რომ ბავშვისთვისაც გასაგებია და ისე იკითხება რომ აბსოლუტურად ყველაფერს ხვდება მოზარდიც, ისევე როგორც უფროსიც და ის ადამიანური ფაქტორები, ხო, ძალიან ემოციურია და ის ადამიანების ისტორიები, თან უმეტესწილად ხომ ეს ყველაფერი ნამდვილი ადამიანები იყვნენ და თუნდაც ის რამოდენიმე რომანი მოთხრობა, ხო, ეს მისი გატარებული სკოლის პერიოდის წლები სოფელში გურიაში, ეს ნამდვილი ადამიანები არიან და ესეც რომ კიდევ ერთხელ იცი რომ ეს ხალხი არსებობდა. და მან ეს უბრალოდ ფურცელზე გადაიტანა, ოღონდ კიდევ უფრო ღრმად ამოხსნილად და უფრო კარგად დაგვანა. და ალბათ კიდე ყველაზე თბილი
აი თბილი მწერალი, გულთან სხვა მწერლებს არ ვაყენებ, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფის, მაგრამ აი სხვანაირად შემოდის გულში და სხვანაირ სიღრმეს ტოვებს და სხვა და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის, რომ ყველა ნაწარმოები არის იმედი, რომ აუცილებლად ყველაფერი იქნება კარგად. და კიდე ის უცნაური შეგრძნება, როცა გეტირება და გეცინება ერთად და უცბად შეიძლება აი რაღაცა რამოდენიმე ფრაზაში იწებს სიცილს და შენ თვითონ ვერ არეგულირებ ემოციას, რომ აი ამ წამს რაღაც და მერე უცბად გაცინებს და ნუ ეს უდიდესი, არ ვიცი, გენიალური წერალი. მოდით ახლა ვნახოთ რა აზრის არიან ახალგაზრდა ხატიები, რომლებიც დღეს არიან უკვე სცენაზე და რიგრიგობით ენაცვლებიან ერთმანეთს ჩვენს მევხედავ მზეში. თქვენამდე ამ თეატრში ბევრმა გოგონამ ითამაშა და ქალბატონმა უკვე ხატია და იმ დადგმაშიც ორმა ადამიანმა ითამაშა თქვენამდე, რომელსაც ჩვენ უკვე გავესაუბრეთ და ეხლა მე მაინტერესებს პირადად თქვენთვის როგორია ხატია. ჩემთვის ხატია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აღმოჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიულ თეატრში პირველი როლი იყო და ვფიქრობ, რომ ეს პერსონაჟი არის ყველა ადამიანთან ძალიან გულთან ახლოს მისატანი როლი. არის ძალიან სევდიანი და ძალიან დაგაფიქრებს იმაზე, თუ რა არის სიყვარული და ცხოვრება და ვფიქრობ, რომ ხატია ყველა ადამიანში უნდა იყოს ისევე, როგორც სოსოიაც. შენთვის ანა? მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას, ზოგადად ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები ყველა არის დიდი სიყვარულით, სიკეთით, იმედით, რწმენით სავსე და ხატიაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟია და ერთ-ერთი არა, ვიტყოდი რომ ყველაზე საყვარელი, იმიტომ რომ არის აი ამ ნაწარმოებებშიც და ზოგადად აი მაყურებელიც რომ მოდის და უყურებს ხატიას, მასში ხედავს, რასაც მე ვხედავ და რაც ყველაზე მეტად მხიბლავს, არის მისი აი გულწრფელობა, სინამდვილე და მიუხედავად იმისა, რომ უსინათლოა აი ამ რაღაცა ბნელ სამყაროში და ბნელ სამყაროში ხედავს მაინც სინათლეს და ძალიან მიხარია, რომ ეს სპექტაკლი რამდენი ხანი არის და ეხლა ჩვენც ვართ ამის მონაწილეები და ვფიქრობ, რომ ძალიან აქტუალურია და დღემდე სულ უნდა იყოს, იმიტომ რომ აი მართლა რამდენი ადამიანი მოდის ისევ ამ სპექტაკლზე სულ სავსეა და რაღაც და აი ყველა მაინც ხედავს ამ ბნელ სამყაროში, თუ აი როგორ შეუძლია ადამიანმა იპოვოს თავის სინათლე და ყველას დაანახოს ეს მზე და სინათლე ამ უხილავში. აი ახლა მორი წლის განმავლობაში, რაც თქვენ ხატიას თამაშობთ, თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში შემოვიდა სხვა როლებიც. სხვადასხვა ხასიათის, სხვადასხვა ეპოქის, ავტორის, ეროვნების, თუ შეიძლება ასე ითქვას. აი თუ მოხდა რაღაც სიახლე, როცა თქვენ გამდიდრდით უკვე პერსონაჟები, თვითონ ხატიას თამაშის სას. თუ არის რამე თუ შეიცვალა, რამე თუ დაემატა ამ როლს, თუ ხატია დარჩა მაინც რაღაც განყელებულ ან საწყისად, რითაც დაიწყეთ თქვენ თეატრში შემოსვლა. მე პირადად რაღაცებში უფრო თამამიც გავხდი, ამიტომ შესაბამისად ხატიას ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე გავზარდე და შევძელი ეს, იმიტომ რომ
ადრე თუ ასე ვთქვათ, უფრო ვცდილობდი, რომ სწორედ შემესრულებინა რაღაცა, ეხლა ბევრად უფრო მეტ ემოციას ვდებ და ვცდილობ, რომ ძალიან ღრმა პერსონაჟი იყოს და ბევრად უფრო პროფესიონალურად და სხვანაირად ვუდგები, სხვა როლებით დამეხმარა იმაში, რომ ის თუნდაც სხვა პერსონაჟების გავზარდო და კიდევ სხვანაირად დავინახო, ანუ ჩემი დანახული თვალიდანაც ბევრი ახალი რაღაცა შევმატო ამ პერსონაჟებს და სულ ვცდილობ ამას ყოველ სპექტაკლში. ჩემ შემთხვევაში ძალიან საპასუხისმგებლო იყო ეხლა პრემიერის თამაში. მაგრამ იმის შემდეგ ბევრი ახალი როლი იყო, ბევრი საინტერესო. მაგრამ პრემიერის შემდეგ იმხელა წინსვლას ვგრძნობ მე თვითონ ხატიას კონკრეტულ პერსონაჟში. რთულია ითამაშა ზოგადად დუმბაძე და როდესაც იწყებ მართლა ამ გულწრფელობას და ცხოვრებას და იმით ცხოვრობ, რაც ხდება იმ დროში და ცდილობ ხატია ჩაუღრმავდე, მის სამყაროს ჩაუღრმავდე, ძალიან დამეხმარა ეს ახალი პერსონაჟებიც, რა თქმა უნდა და სულ უფრო და უფრო ღრმა ხდება ჩვენი ხატია. მე ესე ვთვლი და მე მგონია რომ წელს ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი იყო ორივესთვის, იყო ახალი როლები, სხვადასხვა რეჟისორებთან ურთიერთობები, აგერ ნანას სულ ახლა ხანზე თქონდა 3 სხვადასხვა პრემიერა, აგერ ანა ემზადება და სეზონის ბოლო პრემიერას ითამაშებს, ასე რომ მე გისურვებთ წარმატებებს და ძალიან მახარებს, რომ თქვენი სახით ძალიან საინტერესო ახალგაზრდები შემოემატა ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში. დიდი მადლობა, ძალიან გვიხარია, მადლობა ამ შანსისთვის. ძალიან გვიხარია მართლა. დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალ ორშაბათამდე.